ქართულ ბაზარზე ბენზინი გაიაფთა. რიგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ყიდვა მომხმარებელს უკვე 5 თეთრით ნაკლებად შეუძლია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა. მიუხედავად ამისა, მსხვილი იმპორტიორების ნაწილი ტარიფის დაწევას არ ჩქარობს. მიზეზად შედარებით ძვირად შეძენილ მარკს ასახერებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მომხმარებელს დღეს საშუალება აქვს პროდუქტი ფასის და ხარისხის მიხედვით თავად შეარჩიოს. არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი 5-7 თეთრით შემცირდა. 1 ლიტრი ბენზინი ლარი და 40 თეთრამდე ღირს. ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფება გახდა, თუმცა მსხვილ ავტოგასამართ სადგურებზე ლიტრის ფასი საშუალოდ 1 ლარი და 59 თეთრი ღირს. კომპანია სენტას დამფუძნებლის განმარტებით, საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება ლოგიკური პროცესია, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კარგახანია ეცემა. თუმცა ზაალ იაკობიძის თქმით, მსხვილი კომპანიები საწვავზე ტარიფის დაკლებისგან თავს იკავებენ. კონკურენციის უკვე კანონიდან გამომდინარე, ისინი ძიძულებულნი იქნებიან რაღაც პერიოდის შემდეგ დატვიონ ფასები. რატომ არ აიაფებენ საწვავს? მსხვილი ნავთობ კომპანიების ნაწილმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ნაწილი კი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასი გამუდმებით იცვლება. კომპანიები ვერ ახერხებენ შეძენილი მარაგის სრულად ამოწურვა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ბენზინზე ფასის დაკლება ვერ მოხერხდება, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ დააკვირდებიან საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და ამის მიხედვით განსაზღვრავენ ახალ საფასო პოლიტიკას. დღესდღეობით გვაქვს ჩვენ მარაგები, რომელიც ნაყიდი არის საგრძნობლად მაღალ ფასში, ამიტომ ჯერჯერობით ამ მარაგებზე ვართ დამოკიდებული. შემდეგი მარაგის შემოტანისას ჩვენ უნდა მივადევნოთ ყურის საერთაშორისო პლატს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე იზიარებს კომპანიების ნაწილის არგუმენტს და განმარტავს, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტიორი კომპანიებისთვის საერთაშორისო ფასების ასახვას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ეს ტრენდი ფასების კლების, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება, აუცილებლად ჩვენთანაც გავლენას იქონიებს. უბრალოდ შევსაუბროთ იმაზე, რომ ამაჩნდება გარკვეული დრო, არსებობს მეორე კომპონენტი ლარი დოლართან მიმართებაში და აქაც ალბათ სასურველია, რომ ეს დინამიკა გამომდინარე იქედან, რომ სხვაობა საწვავის ფასში ბრენდულ და არაბრენდულ სადგურებს შორის 10-დან 20 თეთრამდე მერყეობს, მომხმარებელთა უმრავლესობა ცდილობს საწვავი ისეთ ობიექტებში შეიძინონ, სადაც ფასი დაბალია. თუ გაიაფრდებათ, სადაც უკეთესი იქნება. წესით უნდა იაფერირდეს ცოტათი მაინც. სხვასთან შედარებით მისაღებია, უკეთესია, უფრო დაბალი ფასია. და ხარისხი და რაოდენობა მთავარი. ეს სხვასთან შედარებით გიდორე. ქვეყანაზე ძვირია, მაგრამ არ არის. ქართულ ბაზარზე საწვავი ძირითადად რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თურქმენეთიდან შემოდის.